სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 22 წელია თბილისში დევნილობაში ფუნქციონირებს. განსაკუთრებული დატვირთვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მატარებელმა სასწავლებელმა რთული საგანმანათლებლო ფუნქცია დაარსებიდან დღემდე საინტერესოდ და ღირსეულად, მაგრამ ამავდროულად სირთულეებით გამოიარა. სოხუმის უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 2900-მდე სტუდენტი სწავლობს. Ქონდა კონკრეტული შეკითხვები, რომელსაც ფაქტიურად ბატონმა მალხაზმა ვერცერთს ვერ გაგვცო პასუხი ნორმალ, რომელსაც სტუდენტები ჭირდებოდა, ვერ დაგვირდა იმ დაპირებებს, რომელსაც სტუდენტები ითხოვენ, კონკრეტული კითხვები იყო, კონკრეტული პასუხები არ იყო, ზოგადი პასუხები იყო და ეს არ იყო ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი. ის რომ დეკანი ხარ, უნდა იყო გასული სტუდენტებში, სტუდენტების პრობლემით უნდა დაინტერესდე, უნდა იყო იმაზე ორიენტირებული, რომ სტუდენტს რა უჭირს დღეს, რა უნდა სტუდენტს დღეს. კომპიუტერების პრობლემა. ჩვენ უკვე მეორე კურსზე ვართ, გვაქვს კომპიუტერები, რომლებითაც ვერ ვახერხებთ პროგრამების გაშვებას, ვერ ვახერხებთ იმ განათლების მიღებას, რაც წესით უნდა მივიღოთ უნივერსიტეტისგან. აი ამ პრობლემებზე გქონდა საუბარი, ამასაც თუ გაითვალისწინებენ, ძალიან კარგი იქნება. მესამე კიდე რაოდენ ცოტა უხერხულიც არ უნდა იყოს, ეს არის წყლის პრობლემა, სასმელი წყლის პრობლემა. როდესაც წყალი უნდა სტუდენტს შევდივართ ოდიში და საპირფარეშოში და იგვიწევს წყლის დალევა, სადაც არ არის ანტისანიტარი, არ არის, უბრალოდ იქ არ უნდა სწავლდეს სტუდენტი წყალს, რომელიც 2000 ლარს იხდის განათლებაში და არა მარტო განათლებაში, იქ იხდის, რომ ნორმალური ინფრასტრუქტურა იყოს, ნორმალური იყოს ყველაფერი. არ არის 6 წელი ცოტა, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს არის. დასწრების პრობლემა უნდა იყოს მოგვარებული, ან დასწრების იყოს სავალდებულო და დაიწეროს ის ერთი გულა იქნება, თუ რაღაცა ცოტა мотиваციაცაც მისცემს სტუდენტს. დღეს ორივეს მოусვინეთ, რა თქმა უნდა, ბატონი მალხაზიც რაღაც მხრივ მართალია, იმიტომ რომ ფინანსებს შეიძლება ვერ მოიპოვებდეს და რაღაც, მაგრამ ქალბატონი ნანა უფრო ჭეშმარიტს ამბობს იმ მხრივ, რომ სტუდენტთან უფრო ხშირი კონტაქტი უნდა გქონდეთ. ელემენტარული წყლის პრობლემა უნდა მოგვიგვარდეს და საკვებზე, არა თუ ან ზედა კორპუსთან, ან ქვემოთ ორი გაჩერების გამო ჩავდიოდეთ და რაშიც 20 წუთი ნამდვილად არ ყოფნის. დაპირისპირება არის თანამედროვეობისკენ და ფაკულტეტის გაუმჯობესებისკენ, იმიტომ რომ მართლა ჩაძირულია ჩვენი ფაკულტეტი მთლიანად უნივერსიტეტში. ყველაზე დაბალ დონეზე ჩვენი ფაკულტეტია.